სად ვარ? მივდივარ, როგორც გითხარით, ბეჭდის საყიდლად, ხო და არაფერი. უბრალოდ რუმიანა გადავისვი. წავედით. მანამდე უნდა ესე იგი დავითვალო, ჩავითვალო და შევიდახო ნორმალურად ფული, იმიტომ რომ მე ხოსებთ ხიფათა ვარ. და ხო, რაც ყველაზე მთავარია, მეტროთი არ მივდივარ. მეზარება და თან მეშინია, ხამდენი ფულით ვერ ვიბლი იმაში, რა ქვია. ეხლა მითხრეს, რომ 370 ლარი თუ რაღაც ღირს გრამიო. ხო და მაინც უნდა გავიდე, მოკლედ არ ვიცი რა შეიძლება, სხვაგან ეგრე ხირდა და იქ არ ვიცი, მოკლედ. უნდა გავიდეთ ყველა ვარიანტში და მაგას უჯერ ვერ ვიყიდი, ყოველ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვიყიდე ჩემ დაქალს რამე აქსესუარი, ხო და ეს არ გავიწყდება. არავითარ შემთხვევაში თმაზე არ მივყუროთ. სუნამო, მე კიდე ძალიან მიყვარს თმაზე, რომ მაქვს ჩემი საყვარელი სუნამოს სუნი და ვენდოთ. დღეს ვენდოთ. გადასარო ხასიათზე ვარ და ამინდი ყველაზე მეტად მოქმედებს ჩემზე. აი გარეთ ისეთი კაშკაშამზია ხალხო, სხვადასხვა საბურთალოდან შემეხმიანე და ნუ ვიტყვით და ისეთი ქარო რომ ფოთლებ ხო და მადლობა ცაო. ჩემთვის გამოიმეტა ესეთი კარგი მზე. აი ხა მე ვჭურავ და წავედით. ეჯერს თქვი წავედით თქო, ალბათ უკვე გონიათ რომ ვიყიდე, მაგრამ არა, აწავსულა. ჩვეულებრივი ზაფხული გვაქვს. ანუ ისეთი მზია რომ თვალითო ვერ ვიხედები. დავტყდეთ ამავიდებით მეგობრებო. აი მე ხარისხში იღებს ღმერთი ჩემი ტელეფონი ვახდენ ისე მიყვარს რომ ღირს ეს ხა. წავედით ცენტრალისკენ. ჩემი საყვარელი მაღაზია. ჯერ წავიდეთ ვაიკიკში. რაღაცები შევათვალიეროთ მარიკოსთვის. ჩემი ქმისთვის ვეძებ 5 სახლისათვის. წავედით. საყვარელი არ წახვიდე. მოდება სხვა შარმებით ნახოთ. მართა მოდი. ჰაი, დაგიბრუნდათ თქვენი მზის ხივი. ხო და მოდი ვნახოთ, რაც თქვენთვის უნდა მენახებინა და მოკლედ რა ვიყიდე სიამოვნებისა დიდი სიხარულით. გაჩვენებთ პირველ რიგში გეტყვით, რომ ბაჯაღლოს ფასი ეგრეა გაფრენილი. იმდენად გაფრენილია, რომ ისაო, რა ქვია, დაკლებულია და მე რა ვიცი, მე დაკლებული ვერაფერი ვნახე, მაგრამ ხო, ნუ დაკლებულია იდეაში, იმიტომ რომ ბევრად ძვირი ხირდა. მოკლედ რა ხდება? ბაჯაღლოს ფასები იწყება 370-დან, მეგობრებო, ვისაც ნუ გაინტერესებდა, ვინც აპირებთ ახლა მომავალში ყიდვას. მაქსიმუმ შეიძლება დააკლდეს 2-3 ლარი, ანუ რო დაელოდოთ თქვათ ფასის დაკლებას, ასე რომ ვთქვათ. ვიყავი ჩემს მეზობელთანაც, რო გითხარით, იქაც მივალ მეთქი, მაგრამ 370 ლარზე ნაკლებად, ნუ მოკლედ არსად არ არის, ესე რო ვთქვათ, მოკლედ რო გიხსნათ. ხო და მე დედიკომ მითხრა, რომ მოდი ჩვენ სახლობელ ქალბატონთან მიდი, ნაცნობი კავშირი კი არ გვაქვს, უბრალოდ ძალიან კარგი ნაცნობია. დოდონას მაყურებელიც არის თურმე. ხო და 345 ლარში
მოკლედ მომცა აი როგორც იწყვნენ ჯართის ფასში გაძლევო, იმიტომ რომ რეალური ღირებულება სხვა არის და აი რო აბარებენ ხოლმე ხო ჯართის ფასში, აი იმ ფასში გაძლევ ჩათვალეო, იმიტომ რომ ამ ფასში უბრალოდ ვერსად ვერ ნახავო და რა თქმა უნდა ვერსად ვერ ვნახავდი ამ ფასში გამორიცხულია, იმიტომ რომ აქ რა ღმერთო თუ ჩრდილია, იმიტომ რომ აი მართლა სად არ ვიყავი და ვერსად ვერ ვნახე უფრო დაბალ ფასში, ხო და აგერ ჩვენი მონა მურჩილი ბაჯაღლო უკვე ამშვენებს ჩემს მოუწესრიგებელ თითებს გადამსკდარს და ყველა კუთხით გაუარესებულს. ვერ გეტყვით რომ ამის ხშირი მტარებელი ვიქნები, იმიტომ რომ ნუ აი არ მიყვარს რა მაინც და მაინც ეს ბაჯაღლოები რო აგიხსნათ. ძალიან მიყვარს ვერცხლი და თქვენიცით მე ვარ ვერცხლის ძალიან აქტიური მომხმარებელი. შესაბამისად ვერცხლი ძალიან ხშირად მექნება აქსესუარებად, თუმცა არის ხოლმე დღები, როცა ოქროს ხასიათზე ვარ და აი რაღაცა ისეთ განწყობაზე ვარ. მარიკო დადი თავის ადგილზე ხო და ეს ჩვენი ბაჯაღლო დამშვენებს ხოლმე, ასე ვთქვათ, ჩვენს ხელს. თუ ხასიათზე ვიქნები ხოლმე და თუ არა და იდება ყუთში რა პრობლემა. არც არანაირი პრობლემა. ხო და მოკლედ ამ ბეჭედს არ ვიცი როგორ ხედავთ მადედან, მაგრამ აი ძალიან უხდება. ეს არის ჩემი მეჯვარის ნაჩუქარი ბეჭედი, რომელსაც ვგიჟდები, ისე მიყვარს და ისე მომწონს და ვეტრფი. სხვათა შორის როცა არჩევდა ჩემი მეჯვარე, დამირეკა ვიდეო თვალით და მითხრა რომ გვანცა ეს. ეხა მე მინდაო, ბარემ გაჩუქო ის რაც შენ ძალიან მოგეწონებაო. ხო და საბოლოოდ ეს-ში ეს ძალიან მომეწონა და ძალიან ლამაზია. ხო და მოკლედ ეს არის ჩემი ბაჯაღლოს ამბავი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ძალიან კარგი ფასდაკლება გამიკეთა, იმიტომ რომ 350, 355 ლარი. ჯერჯერობით 2-3 ლარზე ესე აკლდებაო რა ვიცი და ბევრად მეტი ღირდაო, რაღაც 200 რაღაცით უფრო მეტი ღირდაო კიდე, ეხლა ბევრად დაიკლაო და მე ხა ხო ვიფიქრე, ან არ დამეხარჯოს, ან არ დავკარგო, მე რა ვიცი, ხა სადველოდო თვეები და მედოს ესე. ხო და მოკლედ რაც მომივიდა სიხარულით ვიყედე და მე ვფიქრობ, რომ ანუ ამაზე მეტი არც მინდოდა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩემს სიხარულს გაიზიარებთ. ზოგადად სამკაული არის ძალიან კარგი კაპიტალი. ხო და გაუმარჯოს ჩვენ შენაძეს. მადლობა, ვინც მომილოცავთ. ხო, სხვათა შორის ძალიან ბევრნაირი ბეჭედი მომეწონა, ოქროსი, აი ხო იცით რა მრავალფეროვნება. ცენტრალში ძალიან მრავალფეროვნება. ხო და მე ამ ბოლო დროს ძალიან ჩაციკლური ვარ, გულები რო აქვს ზედ კუნწიალა მაგ ბეჭდებზე. ხო და 800-ად გაგატანო ერთმანეთს. არ მინდა მათ. მაგრამ ვაპირებ რომ დავიწყო ამ ყველაფრისთვის მომზადება. ანაბარი უნდა გავხსნა, სადაც კონკრეტულად ოქროსთვის იქნება ხოლმე ძალიან მინიმალური ჩარიცხული, თუმცა როცა მომიგროვდება, უნდა მომიგროვდეს აუცილებლად და არ აქვს მნიშვნელობა ხა 1 წელში მომიგროვდება თუ 2 წელში, თუნდაც ის 500 თუ 800 სულ ერთია. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიყიდო კიდევ ერთი ბეჭედი, შესაძლოა იყოს ძალიან ნაზი, შესაძლოა იყოს ის გული კუნწიალა, აი არ ვიცი, აი კუნწიალებზე საერთოდ მე თავი დამემეჭედებოდა და ძალიან მიყვარს და მომწონს მსგავსი აქსესუარი და სხვათა შორის ერთ კადრში ჩანს კიდე ცოტა ბუნდოვნად, მაგრამ ჩანს. ხო და ძალიან ბევრი არ მივლია სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ბავშვი მყავდა დატოვებული და კონკრეტულად ბაჯაღლოსთვის გავიქეცი. ხო და ხო, ამასობაში გაჩვენებთ კიდევ ჩემი დაქალი საჩუქარს, მოიცით მოვიდა. ეს გახლავთ ჩემი მაკუ საჩუქარი. აი ეს ძალიან საყვარელი მზე, რომელსაც არ ვიცი როდის ვნახავ, მაგრამ მისია. ხო და თვითონ ავარჩევინე, რამდენიმე სამკაული იყო და მოკლედ მერჩივნა თვითონ აერჩია და ეს მზე უფრო მეტად მოეწონა ვიდრე სხვა ყველა, ასე რომ ბიჟუტერია. წყალგამძლე არ მოუვა არაფერი წვიმაში თუ ამაში, ჩვეულებრივად შეუძლია დაროს. მიხარია ძალიან.
ხო, კიდევ რა იყო? ხო, მარიკო, სად არის შარვალი მომიტანებია? მარიკოსთვის ვაიკიში ვიყიდე შარვალი, გოგოებო, აი ეს ელასტიკის სტილი არა უფრო. და ფასდაკლება იყო. მოდი დედიკო, კი აღარ მახსოვს, რამდენი 19 თუ ბოტიში 14 ლარი ღირდა, მოკლედ. ხო და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ თან ისეთი ელასტიკს გავს, თან მოკლედ საკმაოდ თბილია, ხო და ამიტომაც ეს მოდელი ავიღე. თავადაც მოეწონა ასე რომ ვფიქრობ მეტი და მეთქე ჩამოეშალო გულიკაბისკენ. ვფიქრობ ეს სწორი არჩევანი გავაკეთე, თან ყველაფერს მოუხდება რა და ეს კიდე ცალკე ბედნიერებაა. მოკლედ ესეთი ამბები გოგოებ. ესე ჩაიარა დღევანდელმა, ასე ვთქვათ, საღამომ. კმაყოფილი ვარ, გახარებული ვარ. ნაყოფიერი დღე იყო და ძალიან მიგთხოვთ, ჩემო მეგობრებო, ჩემს დაქალებს მიმართავ, თქვენი საჩუქრები წაიღეთ, ძალიან თქვი ყველა საჩუქარი ხალხო, ვისი დაბადების დღეც იყო ბოლო პერიოდში, აი ერთი თვის მანძილზე, ყველას ნაყიდი საჩუქრები მილაგია სახლში და იცით რას გეტყვით? მალე მოაკითხეთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ. მე მოვირგებ მაგ ყველაფერს, ასე რომ დროა საჩუქრებისთვის მობრძადეთ. Юху! Გლეჯივა სარეცხის კეცვის ჟამია დამდგარი. ხოშიკი დავალაგე, მარა გოგოებო, დღეს რაღაცნაირად უფრო აგვერიე სახლი და კარი. ტანსაცმელების ჯამოტანამ და დაყარამ ძალიან აგურია, ამიტომ უნდა დავალაგოთ. საღამოს უნდა მოვიდეს ანა, წაიღოს როგორც იქნა თავის საჩუქარი, რომ მოვირგე მე რა, ვერ მოვირგებ, არ მომიხდება თუ რა ხდება. ხო და ეს არის კიდე დიკო, რა თქმა უნდა. მოკლედ გოგოებო, დავკეცო, უნდა მივალაგო. ეს ერთი მუჭა სახლი ხალხო ყოველდღე რანაირად ირევა. უკახო ხედავთ, აქაც არიცხი ყრია. ნახევარი მე ჩამოვიტანე ხამე და ნახევარი დღეს თვითმაჩება შემოვიყარა. აიღეო, რა თუ შეიძლება შენდის არიცხიო. ან არ გაწვიმდეს უკაცო ან რაღაცაო დილით ჩამოუტანია და მადლობა. მარიკოს კიდევ უნდა უყიდო გოგოებო შარვალი. რამე ცოტა უფრო დიდად თბილს ვერ გეტყვი და რაღაცა უნდა ჩავოცე კიდე და ეხა ვარ გადავგუდავ ბავშვს. ხო და ის არის. მოკლედ არ ვიცი სპორტულები ვუყიდო, შარვალი ვუყიდო, მარტო ეს სპორტულებიც რა ვიცი იქექება აქეთ-იქით ნერვები არ მყოფნის. უფრო შავლისკენ ვიხრები და ალბათ მერე წავალ და კიდევ ერთ ცალს ვუყიდი და ეს რატო აქ ლაქები ამ შარვალს. აუφ, ნახეთ. თავიდან არის გასარეცხი. თეთრი ლაქები ალბათ შეამჩნიეთ. არ ვიცი, ხანდახან ჩემი მანქანა ასე შრომა და ვერ გავიგე რატო. ხო და ვუყიდო კიდე და მეტი აღარც უნდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ აქვს რა ბევრი რაღაცები და ხო და ერთ სვიტერს ვუყიდი კიდევ და დამთავრდა. იმდენი აქვს რომ მომავალ წელსაც ეყო. მომავალ წელსაც ეყოფა. თქვენი დილა როგორ დაიწყო? ხა ბევრი სახლში იქნებით, იმიტომ რომ დღეს კვირაა, მაგრამ ნუ ხა არ ვთვლი. ის მაღაზიებში მუშაობ, თქვენთვის შაბათი და კვირა არ არსებობს, მე მგონი რა ვიცი. მაგრამ კვირა უფრო არსებობს ხოლმე ისვენებთ მეტნაკლებად. რა და? აი, ქვიყავით სალოსთან ერთი ნახევარი საათი გადავედი, იმიტომ რომ მე თვითონაც ტანვარჯიშზე მიყავს ბავშვები და არ გავჩერდი დიდხანს, იმიტომ რომ სახლის დასალაგებელი მაქვს.
ანაც მოსასვლელია და მეთქი მოდი ლობიომა გასაკეთებელი. Quanta დაბადების დღეზე რო წავიყვან მოთარაჯობია? რეიტუზებიც უნდა ვუყიდო, მარიკოს და კოლგოტებიც. ორივე. რაც აქვს ძალიან დიდები აქვს და პატარა ზომები უნდა ვუყიდო, ზოგი დაიხა, მიიხა, ეხა. გადმოყარე მე რაღაცები, მოკლედ და ძალიან კარგად ვიყენებ შიდა მაისური რო ვიყიდე შავი, აი იდეალურად შიდა ჩასაცმელი. რა შვები და იდეალურად ვიყენებ გოგოებო. ადრე თუ უფრო მციოდა, ხო, რაღაცა მომენტებში ეგ რომ აცვია, თითქოს თბილა, თუ არ ეგეთ შეგრძნება. ძის რატო ახოხიალებ? ეგ რა წესია ძეს ხოხიალი ტანსაცმელების? აუ ეს რატო ჩამოუხსნია სროლია? ისეთი კაი მზებია ეს 2 დღეა გოგოებო, რომ სარეცხისთვის არის იდეალური ამინდი. ასე რომ მიუვასკდეთ სარეცხს, რავი, ყველაფერი კი დაურეცხე, მაგრამ თუ რამე იცოდეთ, რომ დღეს სარეცხის ოფიციალური დღე მოიწყეთ, იმიტომ რომ რა ვიცი, მე გამოცხადებული, მე მგონი რომ არ არის. კაი, ხა დავიწყებ მე ამის ბრონი ხო გამებზარა გოგოებო ტელეფონის და ნაკაწრივით ქონდა უკვე სწორად. ეხა სხვა გადვნახე, ესე იგი ჩაშლილია უკვე რა. ოღონდ მართლა გონზი არ ვარ. როდის მოხდა? ეს ჩემს საყვარელი კოპუსი დაუსრულებიათ უკვე. აი, ყამაზე ყავისფერი აღარ იყო. ცოტა ნათელი ფერები ხალხო. ხო და ბრონი აშკარად გამოსაცვლელი მაქვს თან სასწრაფოდ. მაგრამ გული მწყდება იმაზე, რომ ერთხელ გადმოვარ და ისიც არ იყო მაღლიდან და აი მართლა ესე რანაირად დაზიანდა ხარისხიანი ბრონი მართლა ვერ ხვდები. წავიდეთ ახლა რაღაცები ნოვიყიდო. ფარდა გადავაკეთებინე და წავედით სუფთა სახლში. ვიპოვე. მოდი ვნახოთ რა ვიყიდეთ. ზეთი ბარაკა, რომელშიც გადავიხადე 22 და რაღაც, არაფერს არ ქონდა გოგოებო, ზეთებს გულისხმობ ფაზაკლება, მაგრამ მართლა მაგის დრო არ მქონდა ფაზაკლებს დავლოდებოდი და ბარემ ვიყიდე. ამაზე ბევრად დიდი მქონდა მე და მეყო აი რა ვიცი რა ვდეხას. მაგრამ საერთოდ არ ქონდა იმას ფაზაკლები და საკმაოდ ზვირღირდა, ამიტომ წამოვიღე ეს 22 ლარი ბარაკა. პატარა ვიყიდე, წავიღებ თქო, პატარა რა ამხელაროა და ღირდა 7 და რაღაც და მეთქი მოდი ბარემ წავიღებ თქო რა. აი, ჩვენ ახლა დავიწყოთ ამებით. მე რაღაცა ძალიან გამოქვაბულში ხო არა ვარ გოგოებო, მოიცათ. რაღაცა ძალიან სიბნელეში გამყოფებთ. აი მე მიშველეთ რა დავანგრიე. ეს მაქვს, აი ფანტასტიკურად ვიყენებ კონკრეტულად აი ამ მოდელს და ის რაღაცა უკვე ძალიან აღარ მომწონს ვიზუალურად, ეს მოვიშველო და ეს ახალი მოვიტანე მაგისათვის და ბარემ გავხსნი. განაისარაკეთებს თავის საქმეს, მაგრამ რაღაცა დედაენა აქვს უკვე წარქმეული, ამიტომ რაღაცა აღარ მომწონს, ცოტა მოიჩხვარა. ხო
ხო და ბარემ იქ ვიყავი და ბარემ წამოვიღე. გონი 2 და რაღაც 2 ლარამდე ღირს. აი მე ეს როგორი კარგიც არის, ამისათვის საკმაოდ დაბალი ფასია. ხო, მარიკოს ვიყიდე აი ეს გასაფერადებელი, რომელიც ძალიან მომწონს და ზოგადად მიყვარს, როცა ფიგურებით არის, თავისი სხვათა შორის სტიკერებით არის, შეუძლია აძროს და დააკროს, სადაც მოესურვება. ძალიან მომწონს და ხშირად ყიდულობ ხოლმე მსგავს რაღაცებს მარიამს და ასევე მოუტანე მაკრატელი და ის მეორე მაკრატელი დროიტანჯები ხოლმე. მოუტანე მაკრატელი, რომელსაც აქვს თავისი ჩასადები, შესაბამისად უკეთესად მგონია, რომ უნდა გამოიყენოს და რატო არიდება ეხლა ეს მე ნერვებს რატო მიშლის. ამაში ორივეში ალბათ მაქსიმუმ 3.5 თუ 4 ლარი გადავიხადე. ნუ საპიფაშოს ქაღალდი სტანდარტული ფასია. ეს ყოველდღიურები და რაღაცები მოდი არ გვინდა. დავიყიდე ჰაერის გამწმენდი, ოღონდ გონზი არ ვარ, როგორ წმენს, არ ვიცი. დაბლა მჭირდება. საპიფარიშოსთვის, რომელიც მე მინდა და მიყვარს, ის ვერ ვნახე და ბევრი ძებნის დრო არ მქონდა, მარიამ მიყავდა დატოვებული და ვნახოთ, მე დავტესტავ და გეტყვით როგორია. არც მე არ ვიცი როგორია. აი, მოდი ეს ყოველდღიურები შევინახოთ. ხო, ასევე ძალიან კარგად ვიყენებ ხოლმე, როცა მჭირდება და რა ვიცი, სახში სულ მაქვს ხოლმე თითქმის. ამაში 2 და რაღაც გადავიხადე. ხო, ნორმალური სუნი აქვს. და იდეაში მე რისთვისაც წავედი, გოგოებო, ეს არის სითხეები, რომლისთვისაც მე წავედი. ჩემი აღმოჩენა, ანუ აი რამდენი რამე ვცადე და რამდენი სითხე გამომიყენებია, მაგრამ აი ესეთი სუნით და ფანტასტიკური სუნით მე ჯერ არც ერთი, რა ვიცი, მე არ მომწონებია. მქონდა პატარა და საკმაოდ დიდხანს გამოვიყენე, სხვათა შორის ხო და ეხლა ვიყიდე დიდი ვერსია. ეს ღირდა 16 და რაღაც. და არ ვნანობ, რომ ეს წამოვიღე და არა პატარა. გიშტები მაგრესი სუნი. აქ ეს არის უნივერსალი, ოღონდ შავ-შარვაზე ლაქები დამტოვა, იმიტომ რომ შავების არ არის რა იდეაში. ამიტომ წამოვა კუსკუსე, რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებ და ასევე აღარ მქონდა. ძალიან ბევრი სითხე ვიყიდი ამას წინათ და ამასაც იდეალური სუნი აქვს, მინდა გითხრათ. ნუ ხა ამას რო ვერაჯობებს რა თუნდა თქმა, მაგრამ სუფთა სახლში ვიყიდე ესეც და ამაში ეხლა გეტყვით. სარეცხის საშუალება ამაში 17 გადავიხადე და ამაში გადავიხადე 9 და 90. რა თქმა უნდა, ოდნავ დიდი ჯობია ხოლმე რომ ვიყიდოთ, სადღაც ლარნახევრი 2 ლარი შეღავათია ხოლმე რა, მეტი არც. როგორც იქნა ხალხო, ვიშოვე, მოსალოცად მაქვს საქმე, ვიშოვე. სუფთა სახლს გქონდა, მე ადრე სუფთა სახლში ვიყიდე. ასეთი ხალხო ყრია მილიონი ყველა აფთიაქში, მაგრამ ფრეშისას ვერ პოულობდი კონკრეტულად, აი ამ წარწერით მოიცადეთ, გავასწორო ეკრანი. აი ამ ფრეშის წარწერით ვერ პოულობდი და რამდენი ხანია ვეცებ ნერვები დამაწყდა. და ასევე ვიყიდე ჩემი მგელი, რომელიც დამიმთავრდა და აი არ ვიცი, მეთქი ერთი სული მქონდა, როდის ვიყიდიდი, ხო და მოვიცალე იმისათვის, რომ 2 1-ში მეყიდა. სხვა შამპუნებსაც ქონდა ფასდაკლებები, მაგრამ აი ის იყიდე, მე კიდე ცალკე ის იყიდე ბალზამი, ანუ მაგის ის არა, მაქვს სურვილი არანაირი. კარგი, ეს ვიყიდე. ხო, ამაში გადავიხადე გოგოებო 13 და 20, საკმაოდ ძვირია, მინდა გითხრათ. უი, არა, ბოდიში. კლასიკა. ნივია 8 და 55, არა, კაცო, მეტი უმა გადახდილი და ყვავილი, არა, 13 და 20 კი, სწორია. ჰენდო შოლოში გადამიხდია 9 და 90. ესე იგი, ცელოფანში 10 თეთრი.
ეს 17 9.90 ცოტა ვერ ვიგებ ხალხო ანუ 9.90-ში მაგ გადახდილი Head and Shoulders-ის თმის შამპუნი რაღაცა ცოტა ვერ გავიგე ცოტა არ იყოს ესე იგი ყვავილოვანი იმაში 13 და ეს არა ხალხო 17 და ეს მაგ გადახდილი სტიკი ფრეში ყვავილი 13 და ეს მაგრამ ეს ცოტა ვერ გავიგე საერთოდ რა არის ქსავიქსოვილების 9 და ეს თმის შამპუნი კლასიკი 8.55 რაღაცა მეტი ვერ გავიგე რაღაცა ავიჭერი რაღაცებში მაგრამ კაი ამაში მე გავეკვევი მოკლედ ეს იყო ჩვენი სულ გადამიხდია 49 და 65 მხოლოდ ამაში გოგოებო აი ამაში სხვა დანარჩენებს არ ვთვლი რა თქმა უნდა აქ სხვა რაც გაჩვენეთ იმებს არ ვთვლი ასეთი ამბები რა არის ქვითარი რაღაც მინდა ხო და მოკლედ ამებს ახლა მე ავიტან მეც ძალიან და ამებს ახლა ავიტან ძალიან მიხარია ვიცი და ამებს აბზანაში მივაბრძანებ ეს ჩემთან დარჩება ხო და ამას მე დავტესტავ ხა დაბლონა ჩავიდე თან საპირფარეშოს გავასუფთავებ გავხიხავ თან მე ამას ჩაკ და ვნახოთ ეს რომ იქნება მარიკო ვაბანავე მოვედი თუ არა საყილებიდან ეგრევე გავაქციე ძალიან ვარ გაბრაზებული ფარდა გამიფუჭეს იმიტომ რომ მოკლეა კარგად მოკლეა აი ესე დგას ფარდა სიგრძე ერთი რომელიც კარგია და მეორე ფარდის რომელიც ასია არ ვიცი ეხა ისეთი გაცოფებული ვარ აი თუ ჩავხტი იქ ჩავარდი გიჟივით აი არ ვიცი რა ჩავიდენ ზომები არ შეგიძლიათ რომ აიღოთ სწორად აიღო მაგრამ მე რო შეკეცე შვილო მეგობარო დედა რავი ვინც ხარ ძალიან გამოდივარ წყობიდან აი ასეთ რაღაცეებზე რო შეკეცე ხო უნდა მიხვდე რომ ის დამოკლდა ანუ 2x2 4 მკერავი არა ვარ და ვიცი აი ხა როგორ ჩავუტანო და ანუ რა სუზავს ხარ ამის მიაბავს თუ რამის გააკეთებს ხო ვეღარაფერს მორჩა გამიფუჭა ფარდა რა და ეს სასაცილოდ ნახევარი მაღალი ნახევარი დაბალი უნდა მეკიდოს რა უბედურება არის ვის იღებთ ამ ფულს იმაში რომ გამიფუჭო და ნერვები მომიშალოთ უფრო 10 ლარის რა გამიკეთე გეხვეწები აი რა გამიკეთეთ 10 ლარის გარდა იმისა რომ ფარდა გამიხადეთ საყიდელი მეორე ფარდას დავტოვე გასაკეთებლად წარმომიდგენია იმას რას უძავს კი სწორად გაზომა მაგრამ მე ხო შეკეცა ეგეთყობა აღარ გაითვალისწინე და გამომატანა ძალიან მოკლე ანუ აუცილებლად მივალ აუცილებლად გამოვიდი მოგეწონა არ გაგიშრათ ხმა სიყვარულო ესეც ძალიან მომეტანა ნელა ეს რა არის რანაირი გამოგლეჯა იყო ესეც ძალიან ხილად ესე იქნება დედი კომოდი ხა მიირთვი კაი აუ სტიკი Lebo. Hai ხალხო. ვაიმე მე გრიპი მაქვს. ყველა საჯვარი გწერია და მე მაინც ლამაზი ვარ, მაგრამ იწერო თქვა ნიშანდობლივად გრიპი მაქვს, ხო მოგიხსენებათ. ეხლა თქვენთვის გავიზმონეთორი ისე თავი არა მაქვს. ესა ბრასლეტი. გამომიგზავნა ტიტა, მადლობა ტიტა იმიდან. ათენიდან. ათენი ხო იცი სად არის? ათენი ხალხო ისა აკროპოლისი რო არის. ესა ბეჭდები და ზოგი მაჩუკე ზოგი ვიყიდე ახლა ასე კი დავთვი ხალხო გარეთ, მაგრამ მეზობლების გულის გასახეთქად გავიკეთებ ხოლმე და ასე გადავდგები აივაზე. აიმე მაგათი თვალი უნდა დაგადა. აი ბუღმა. ახლა თავზე მიკეთე ხელის აქსესორი.
აბა დააცქედით, რომელი საათიაზე, ხო, უნდა გავიკეთო ესა და აღარ დავაცქედე, უკვე მაჯები დამეყალა, მივატენდები და მიხვდებიან, რომელი საათი, ისა მაგნიტისია. აი ესე, დავიკვანწე და დავიზმონე და რა ვიცი მე. ახალ რაღაცა ჭორი გძეტა მოვიდა, ისა თუ ცაცხლის. რაღაცა ჭორმა გაშუნა. ან მინდა ახლა ხმამაღლა და რაღაცა. რო ვითომა ჰაერში გავუშვიათ ისა. დაქვია მოდავლა. გრიპისა ისა რა ქვია? ვირუსი. ხო, არ მინდა რომ არიქა დუდი მასე თქვა რომ ჰაერში გავუშვეთ და არავინ არაფერს არ ვამბობთ. ხო და ის არის. გავუშვათ თურმე გრიპისა ვირუსი რა ჰაერში რო წარამარა გახდეცო და კაცით კუცი დაგემართოს წარამარა გახდეცო და წამლები და აფთიაქები თურმე ხო მაგრად გალახდნენ ახლა მოგიხსენებათ რომ აფთიაქებით ახლა სად მიდის ჩვენი ქონება ხო აფთიაქში საჭალა დავადუყოფებული ვარ ერი ხო და ის არის რა ქვია მოგიმარჩება იმას ბელადებს რა ხო ესე გაშუნა ინფორმაცია მაგრამ მე არ მინდა რომ კაცი და კუცი და რაღაცა მაგრამ ისე რომ თქვა აცია ხო და რა მინდოდა ხო და მე ეს დღეები ვერავარ გციტა კარგად არა მე სულ კარგად ავარ მაგრამ ეს დღეები ვერავარ რა ეთქობა ქალო ჰაერში რაღაცა დაფრინავ და მეცავ ხო არა გაბიჭენ მამიდაშვებს ყველა კვირის ბოლოს სად გაგიგიათ გრიპი ყველა კვირის ბოლოს დაფიქსებული ვით გრიპი მაქვს ხო კანეთ ჩემი ნერვები ლამზე ჭკვიდა ავიწიო ხო და მე ხარ ხო აფთიაქში წამლებს ავყიდულო დიდა რა დღეში მგონი 15 წელი წამლებს მარტო მივყიდულო კვირაში 2 დღე გადაიცვალეთ 30 წელი თვეში რამდენი კვირა ხო всё კანეთ ნერვები ხო და ვიცი ეგ ვირუსი გავუშვა ჯერა არ მინდა კალასთან დავრეკო ზვანო კი გავუშვა და ვკითხო რომ აბა მართალია ეგა ინფორმაცია თუ არა ხა მე კალასი წელი არ დამიმალა ეგ გამაკლია ხო და არ და ხო არც არ ჩამოდის მიგიწევრი მინდა ხას არ ვიცი ხო რაჯიშიც გრიპია ხო რა გაუშვი დამიტანა ჰაერში უღმერთოებო ისა გამომივიდა კიდე რა ქვია თაგვმა რო გადაირბინა და რო გამოგდის ეგა რა სამისახის თაგვები არ ამყავთ ეთქობა გრიპის განამაგ ხო და ვინცა გაუშვა ხალხო ერთი დღე იქნება და ტკები პლაკატებით იმის წინ მერისი და საწამო ხოთ მე დოკუმენტები დაგიკითხეთ რომ ჰაერში გაშვებული ჯერ ხა კალას უნდა გადავურიყო ერთი მითხრას თუ მომცა ხო ზვანოკი და მითხრა რომ ქუდოდი მიაწექი ხო და თუ არა და ახლა გიჟი ვითხრა რა ავიფოფრები და დავდგები მეც ახლა ხო და მე რო სულ ჩხუბობდა საქართველოს ბედიღბალი მე დარდება და ვარ ერთ ამბავში ესა უშუთა ვერ არის კარგად ნერვოზია ხო ბოდიში ესეც მაგ ფანქარი ისიც აქ საშლელი ბალღის არის ხო შეიძლება თვალის ხო არა ის ყომდეს